მათ ვლადიმირ პუტინი უნდა შეიყვანონ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, მაგრამ რისთვის გვაინტერესებს? ალბათ ერთ სამხედრო კონფლიქტში მიღებული სულელური გადაწყვეტილებების ყველაზე დიდი რაოდენობისთვის. ამ კატეგორიაში ის ნამდვილად ლიდერი იქნებოდა. როგორ გონიათ, ომის დაწყების ყველაზე მეტი გამართლება, რომელთაგან არც ერთი არ არის ლოგიკური. ეს ნამდვილად გარანტირებული იქნებოდა. თუმცა თუ მხოლოდ ერთ რეკორდს ავარჩევდით, რომელიც პუტინს უკვდავყოფს და მისთვის დამსახურებულ მემკვიდრეობას შექმნის, ეს აუცილებლად ეს იქნებოდა. ყველაზე მეტი რუსი ჯარისკაცი, რომელიც გიჟური ომისთვისაა შეწირული, რომელსაც რეალური მიზანი არ აქვს. ეს იდეალურად ჯდება. ციფრები სასტიკია, გამართლებები კი სიგიჟეა. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს რეკორდი მხოლოდ გაიზრდება, სანამ პუტინის აკვიატებული კამპანია უკრაინის წინააღმდეგ არ დასრულდება. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვან რიცხვს კეთვით. 13 აგვისტოს. მდგომარეობით რუსეთმა დაკარგა 1,462,970 ჯარისკაცი. დაღუპული, დაჭრილი, ან ტყვედ ჩავარდნილი. ეს უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებითაა, რომელმაც გამოავლინა რუსეთის დანაკარგების ნამდვილი მასშტაბი, პუტინის შეშლილი სურვილის გამო უკრაინა დაიმორჩილოს. მალე რუსეთი მიაღწევს იმ ნიშნულს, როცა მისი დანაკარგები 1,5 მილიონს გადააჭარბებს, რაც წარმოუდგენელი ციფრია ერთი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ისეთ კონფლიქტში, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, როცა საბჭოთა კავშირმა თავისი როლი შეასრულა ნაცისტური ჭირის დამარცხებაში. მინიმუმ მაშინ რუსეთმა ასეთი დიდი დანაკარგები მიზნისთვის გადაიტანა. ჰიტლერი უნდა შეჩერებულიყო და რუსეთმა გმირული როლი შეასრულა. მაგრამ უკრაინის ომი მკვლელი იდეოლოგიის შეჩერებას არ ეხება. ეს ომი ერთს ემსახურება. რუსეთის ომს უკრაინაში სხვა მიზანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დააკმაყოფილოს პუტინის დამახინჯებული ისტორიული ხედვა, როცა ის ცდილობს თავისი მემკვიდრეობა უზრუნველყოს, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა რუსმა ლიდერმა. ის ნამდვილად შევა ისტორიაში როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა. უბრალოდ არა იმ გზით, როგორც მას სურს. ჩვენ სულ რამდენიმე დრეში ვიქნებით იმ მომენტამდე, როცა რუსეთი კიდევ ერთ ნიშნულს მიაღწევს, რაც პუტინის რეკორდს დაადასტურებს ყველაზე მეტი რუსი ჯარისკაცის მსხვერპლად შეწირვაში. გიჟური ომისთვის შეეწირონ, რომელსაც რეალური მიზანი არ აქვს. რამდენი დრედმით რე დარჩა. ცოტა მარტივი გამოთვლა მოგცემს პასუხს. 13 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც ახლახან გაგიზიარეთ, რუსეთი 37,000 ჯარისკაცითაა დაშორებული იმ ნიშნულს, რომ უკრაინასთან ბრძოლაში 1,5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგოს. ეხლა ყოველდღიური დანაკარგების რიცხვი გჭირდება. ამისთვის ივლისის რუსეთის მონაცემებს გამოვიგენებთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიხედვით რუსეთმა ივლისში 42,860 დანაკარგი განიცადა. რაც ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია 2026 წლის დასაწყისიდან. გაყავით ეს ივლისის 30 ერთი დღეზე და მიიღებთ ყოველდღიურ დანაკარგს დაახლოებით 1382 ჯარისკაცის ოდენობით. აქედან უკვე მარტივი მათემატიკაა. 37,030 გაყოფილი 1382-ზე. გვაძლევს ოდნავ ნაკლებს, ვიდრე 27 დღეს. სანამ რუსეთი მიაღწევს 1,5 მილიონიან ნიშნულს. ზუსტად რომ თქვათ 26,8 დღე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სავარაუდოდ 1,5 მილიონი დანაკარგის ნიშნულს სექტემბრის პირველივე კვირის შემდეგ მიაღწევს, რაც კიდევ ერთი დამცირება იქნება იმ აქ კიდევ რამდენიმე ალტერნატიული მონაცემია, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ მიერ გამოყენებული ციფრები უკრაინიდან მოდის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, ანუ CSIS, დაახლოებით ეთანხმება ამ მონაცემებს. სხვა წყაროები არ ეთანხმებიან, თუმცა მათ მონაცემებს ბევრი შენიშვნა და შეზღუდვა ახლავს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის GCHQ-ს სადაზვერო სააგენტომ მაისში შეაფასა, რომ დაახლოებით 500,000 რუსი ჯარისკაცი ბრძოლის დროს დაიღუპა. ჩვენ მაშინ ვხედავთ შენიშვნას. ეს მაჩვენებელი მხოლოდ დაღუპულ ჯარისკაცებს მოიცავს და არ ითვლის დაჭრილებს ან ტყვედ ჩავარდნილებს. სავსებით შესაძლებელია, რომ GCHQ უკრაინის მონაცემებთან მიახლოებულ რიცხვსტულ რიცხვს დაასახელებდა თუ ყველა დანაკარგს ჩათვლიდა. სინამდვილეში სწორედ ასე მოექცა SCIS-ი. ის ამტკიცებს, რომ რუსეთს დაახლოებით 450,000 ბრძოლაში დაღუპული ხავს, მაგრამ საკუთარი შეფასება დაახლოებით 1,4 მილიონამდე, გაზარდა დაჭრილებისა და ტყვედ ჩავარდნილების დამატებით. Mediazone, BBC, რუსეთის სამსახურთან ერთად ბევრად უფრო დაბალ შეფასებას თავაზობს. ის ამბობს, რომ პუტინის მიერ შეჭრის დაწყების შემდეგ 236,066 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. კიდევ ერთხელ, აქ საუბარია მხოლოდ მოკლულებზე და არა საერთო დანაკარგებზე. მაგრამ ამ კონკრეტულ რიცხვთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი. ეს 236,066 გარდაცვალება დადასტურებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით, როგორიცაა ნეკროლოგები, მედიის ანგარიშები და გარდაცვლილთა ნათესავების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები. ეს ნიშნავს, რომ მედიის მონაცემები არ მოიცავს იმ სამხედროებს, რომლებიც რუსეთმა უგზო-უკლოდ დაკარგულად გამოაცხადა. თუმცა სინამდვილეში ისინი მოკლულები არიან. გარდა ამისა, ბევრი ჯარისკაცი იქნება, რომელიც უხმაუროდ დაიღუპა და მედიის ყურადღებას გაეპარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თითქმის 1,5 მილიონი სრულიად სარწმუნო. რუსეთი ჯარისკაცებს აბსურდულად სწრაფი ტემპით კარგავს და დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. მაგალითად, უბრალოდ შეხედეთ რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების თანაფარდობას. 2 ივლისის Stars and Stripes-ის ანგარიშის მიხედვით, ომის უმეტეს პერიოდში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების თანაფარდობა იყო 2 რუსი 1 უკრაინელზე. ზოგჯერ კი 3 რუსი 1 უკრაინელზე. ახლა ასე აღარ არის.
ძალიან შორს არის ამისგან. როდესაც რუსეთის უფრო გამოცდილი ჯარისკაცები გამოაკლდნენ და მათ ადგილას საზარბაზნე ხორცად ქცეული გამოუცდელი ჯარისკაცები მივიდნენ, რუსეთის დანაკარგები უკრაინასთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. ეხლა რუსეთი თითოეულ უკრაინელზე 8 ჯარისკაცს კარგავს. თავარი კითხვა ახლა ისაა, როგორ მივიდა საქმე რუსეთისთვის აქამდე. ადვილი იქნებოდა უკრაინის დრონების მზარდ გამოყენებაზე მიგვითითებინა, რომლებიც სულ უფრო მეტად ეხმარებიან ჯარისკაცებს ფრონტის ხაზიდან მოშორებით დარჩენაში და ამით დაამთავროთ საუბარი. და მართლაც, უკრაინის დრონებსა და რობოტებს დიდი როლი აქვთ იმაში, რასაც ახლა ხედავთ. FPV და საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების ნაკადი, რომლებიც უკრაინამ შექმნილ სასიკვდილო ზონებში მძვინვარებენ, რუს ჯარისკაცებს ფრონტთან მიახლოებამდე ანადგურებს. გარდა ამისა, უკრაინა სულ უფრო მეტად იღენებს სახმელეთო რობოტულ სისტემებს ფრონტის ხაზის მისიებისთვის, რამაც პერსონალის დანაკარგები 30%-მდე შეამცირა. როგორც West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტი აცხადებს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ ხსნის იმ განსხვავებას, რომელიც ახლა არსებობს. რუსეთი მხოლოდ რეკორდული რაოდენობის ჯარისკაცებს არ კარგავს. ის უფრო მეტს კარგავს, მაშინ როცა უკრაინა ნაკლებს და ამის დიდი მიზეზი არსებობს. მალე გაგიმხელთ მიზეზს. ჯერ კი თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი გსურთ, დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ. ჩვენ όλდღე ვაქვეყნებთ ასეთ ვიდეოებს. იმისათვის, რომ ნამდვილად გავიგოთ, როგორ გაუარესდა რუსეთის მდგომარეობა ასე ძალიან, უნდა დავბრუნდეთ 2022 წლის თებერვალში. პუტინი და მისი გარემოცვა დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ იმას, რაც უნდა მომხდარიყო. მაშინაც კი როცა დანარჩენ მსოფლიოს თვალში აშკარად ხუილებს ეუბნებოდნენ. და ბოლოს დიდი დღეც დადგა. რუსეთი აპირებდა შეჭრას და გეგმა იყო უკრაინის თავდაცვა გაეტეხათ და რამდენიმე დღეში კიევამდე მიეღწიათ. იმისთვის, რომ ეს გეგმა განხორციელებულიყო, პუტინი აპირებდა ელიტური მებრძოლების გაგზავნას, როგორც რუსეთის სამხედრო ძალებიდან, ასევე დაქირავებული ჯგუფებიდან, მაგალითად ვაგნერიდან. 24 თებერვალი დადგა. რუსი ჯარისკაცების საზღვარს გადაკვეთეს. და რამდენიმე დღის განმავლობაში წინ მიიწევდნენ. უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში დიდი ტერიტორიები ოკუპირებული იყო. რუსეთმა მოახერხა კიევის ახლოს მდებარე ტერიტორიების დაკავებაც კი უკრაინის დედაქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მივიდნენ. შემდეგ რაღაც შეიცვალა. უკრაინის წინააღმდეგობის ძალები ორგანიზდნენ და დაიწყეს რუსეთის უკუგდება. რამდენიმე კვირაში რუს ჯარისკაცებს იმ ტერიტორიებიდან აძევებდნენ, რომლებიც ოკუპირებული ჰქონდათ. კიდევ რამდენიმე კვირის შემდეგ დასავლეთის მხარდაჭერა დაიწყო. რუსი ჯარისკაცები ათასობით იღუპებოდნენ და ფრონტის ხაზები, რომლებიც პუტინისთვის არასაკმარისად შეიცვალა შემდეგ წლებში, ჩამოყალიბდა. ომის პირველმა თვეებმა საფუძველი ჩაუყარა ყველაფერს, რაც შემდეგ მოხდა. და ეს ყველაფერი იმ ელიტურ მებრძოლებს უკავშირდება, რომლებიც ვახსენეთ. სწრაფი გამარჯვების მოსაპოვებლად. 2022 წლის თებერვალში რუსეთმა თავისი საუკეთესო პროფესიონალი ჯარისკაცები გაგზავნა. სწორედ ეს გამოცდილი და უფრო ნიჭიერი რუსი სამხედროები იყვნენ ომის პირველ მსხვერპლთა შორის. და ყოველი ნამდვილი ჯარისკაცის დაკარგვის შემდეგ, რომელიც უკრაინულ ცეცხლს ან მოგვიანებით დრონებს ემსხვერპლა, რუსეთი იძულებული გახდა სასწრაფოდ მოეძებნა შემცვლელები. გავიდა დრო და უკრაინაში აღარ პროფესიონალი ჯარისკაცები იგზავნებოდნენ. იგზავნებოდა ნებისმიერი, ვისაც ვლადიმირ პუტინი ხელში ჩაიგდებდა და ვინც ფულის სანაცვლოდ მზად იყო უბრალოდ ხორცსაკებში შესულიყო. ეს უკვე 2022 წლის მეორე ნახევარში ვიხილეთ. სწორედ მაშინ გადაიხარა რუსეთის დანაკარგების ბალანსი და პუტინის ომში დაღუპულთა უმეტესობა პროფესიონალი ჯარისკაცები კი აღარ იყვნენ, არამედ მოხალისეები, როგორც Newsweek-ი უწყება. ეს იყო რუსეთისთვის 1.5 მილიონ დანაკარგამდე ზრდის დასაწყისი. პროფესიონალების დაკარგვა და მოხალისეების ზრდა და მუდმივი დანაკარგების. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სერიოზული სპეციალიზაციის პრობლემა თავის სამხედრო ძალებში, როგორც Small Wars Journal-მა აღნიშნა 21 აპრილის სტატიაში. ჟურნალი წერს, რომ რუსეთის 8500 გაწვრთნილი მედესანტე დაიჭრა ომის დაწყების შემდეგ და დაახლოებით ნახევარი იმ 30000 საჰაერო სადესანტო ჯარისკაციდან, რომელიც ომის დასაწყისში ყავდა, ან დაღუპულია, ან დაჭრილი. იგივე წყარო წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში 4 წლიანი ბრძოლის განმავლობაში 2218 საზღვაო ქვეითი დაკარგა, რაც დაახლოებით იმ რაოდენობას შეესაბამება, რამდენიც აშშ-მ დაკარგა ავღანეთში 20 წლის განმავლობაში. და 900 სპეცნაზელიდან, რომელიც რუსეთმა თავდაპირველად უკრაინაში გაგზავნა, 775-იან დაიღუპა, ან იმდენად მძიმედ დაიჭრა, რომ ბრძოლაში დაბრუნება ვეღარ შეძლო. ეს ყველაფერი უკვე საკმარისად ცუდია, მაგრამ პუტინის ომის მეთოდის მხარდასაჭერად რუსეთი ამ ელიტარული ძალების ჩანაცვლებას და ქვეითების რაოდენობის გაზრდას ცდილობს იმ ადამიანებით, რომლებსაც ომის ზონაში საერთოდ არაფერი ესაქმებათ. ისინი ან კრიმინალები არიან, ან უბრალოდ შემთხვევითი ხალხი. როდესაც კრემლმა გააცნობიერა, რომ უკრაინა არ დაიშლებოდა, მან დაიწყო რუსული საზოგადოების ყველაზე უარეს ფენებში რეკრუტირება. აქ დამახინჯებული ლოგიკაა. თუ ვინმე მზადაა რუსეთში მოკლას ან დაასახიჩროს, მას მოეწონება იგივე უკრაინელ ჯარისკაცებსაც გაუკეთოს და ისინი ნამდვილად არ გაიქცევიან თავისუფლების პირველივე ნიშანზე. სარკაზმის გარეშე გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა 2025 წლის იანვრამდე უკრაინის ომისთვის შთამბეჭდავი 180,000 მსჯავრდებული აიყვანა. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიხედვით ეს საკმარისი არ იყო. ვინ იფიქრებდა, რომ თითქმის გამოუცდელი დამნაშავეების ომში გაგზავნა შედეგს არ მოიტანდა.
რუსეთი როგორც ჩანს ნათელ მხარეს უყურებს და ციხეებიდან რეკრუტირების სტრატეგიას გულაგებში ადგილის გათავისუფლების საშუალებად აღიქვამს. ეს ერთადერთი ახსნა, რაც შეგვიძლია მოვიფიქროთ იმისთვის, თუ რატომ გააფართოა რუსეთმა 22 ივლისს. მსჯავრდებულთა რეკრუტირების წრე და ნება მისცა ნარკოტრაფიკერებს, ბანდის წევრებსა და ყაჩაღებს ომში ჩაეწერო. ალბათ უკვე ხედავთ აქ არსებულ თემას. მსჯავრდებული, რომელსაც თითქმის არ აქვს მომზადება, პროფესიონალი ჯარისკაცი არ არის. ეს მსჯავრდებული უბრალოდ საზარბაზნე ხორცია, როგორც ათასობით სხვა, ვინც უკვე რეკრუტირებულია. და ისინი თითქმის გარდაულად ზრდიან იმ დანაკარგებს, რასაც რუსეთი განიცდის. მაგრამ რაც შეეხება მოხალისეებს, დიახ, რუსეთი მხოლოდ ციხეებიდან არ იღებს ჯარისკაცებს, რომ პუტინის პაიკებად იქცნენ. რეკრუტერები რუსეთის ყველა რეგიონში ჩვეულებრივი ადამიანების წინ ოქროს სტიმულებს აფრიალებენ. ეს სტიმულები გამოიხატება უზარმაზარ ხელშეკრულების ბონუსებსა და ხელფასებში, რომლებიც რამდენჯერმე აღემატება რუსეთის საშუალო მაჩვენებელს, მხოლოდ იმისთვის, რომ სამხედრო სამსახურში სიცოცხლე გაასაღონ. რუსეთის მიერ უკრაინაში მყოფი ჯარისკაცების უმრავლესობა მოხალისეები არიან, რომლებიც კრემლის შეთავაზებებმა მოხიბლა, ან ზოგ შემთხვევაში არჩევანის უფლება არ ჰქონდათ. და ასევე გასაკვირი არ არის, რომ მოხალისეები რუსეთის დანაკარგების უდიდეს ნაწილს შეადგენენ, და ეს ასეა. 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული. მაინც ისინი ხელმოწერენ კონტრაქტს, რადგან რუსეთი მუდმივად ზრდის შეთავაზებულ თანხას. კიევის პოსტის მიხედვით, რუსეთი მხოლოდ კონტრაქტის ჯარისკაცებს არ უხდის უზარმაზარ თანხებს. ის ასევე აძლევს $22,200-მდე იმ ადამიანებს, ვინც ამ ჯარისკაცებს რეკრუტირებს. ასეთია კრემლის სასოწარკვეთა, რომ უკრაინაში მუდმივად მიაწოდოს ცოცხალი ძალა. რაც შეეხება თავად ჯარისკაცებს, მათ შეუძლიათ მიიღონ ანალოგიური ოდენობის ხელმოწერის ბონუსები რუსეთის რამდენიმე რეგიონში, იმ მაღალ ხელფასებთან ერთად, რაზეც ვსაუბრობდით. თუ ასეთ შეთავაზებებს წარუდგენთ ადამიანებს, რომლებსაც არ უმართლებთ და ვერ ხედავენ ვერ ხედა გზას კრემლის მსგავსი ფულის საშონელად, მაშინ მზად გაქვთ ჯარისკაცების მუდმივი ნაკადი. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ისევ აქტუალური ხდება თემა, რომელიც ადრე ვახსენეთ. რუსეთი უკრაინაში იმდენად სწრაფად კარგავს ჯარისკაცებს, რომ მოხალისეების ფრონტზე გაგზავნა, რაც შეიძლება მალე სჭირდება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ეს მომზადების თვალსაზრისით. რუსეთის მოხალისე ჯარისკაცები საკმარის მომზადებას ვერ იღებენ. ასე რომ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ პროფესიონალებს უწოდებენ, ისაა, რომ მათ ხელფასს უხდიან. მათ ნამდვილად არ აქვთ ის უნარები, რაც უკვე დაკარგულ რუს ჯარისკაცებს ჰქონდათ. მე თვითონაც მიგვირს, რამდენად დაბალია რუსი ჯარისკაცების ინდივიდუალური ხარისხი, თქვა ჯორჯ ბაროსმა, რომელიც რუსეთის ანალიტიკოსია ომის კვლევის ინსტიტუტში, 2024 წლის სექტემბერში. მას შემდეგ გასული 2 წლის განმავლობაში სტანდარტი კიდევ უფრო დაეცა. Business Insider-ის 2026 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საშუალოდ რუსი ახალწლეული სასწავლო ბაზაზე ჩასვლის შემდეგ 10 დღიდან 3 კვირამდე ცოცხლობს. ეს ნიშნავს, რომ მათ მაქსიმუმ 3 კვირა აქვთ წვრთნისთვის, სანამ დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში გაგზავნიან და სავარაუდოდ კიდევ უფრო ნაკლები. ბოლო ჯგუფები, რომლებიც ეგრეთ წოდებული მოხალისეები არიან, კიდევ უფრო ცუდად იქნებიან. აგვისტოს 12-ის ანგარიში RBC უკრაინა იუწყებოდა, რომ ახლა პენზასა და ომსკის ქუჩებში ხალხს აკავებენ, რათა უკრაინაში გაგზავნონ. რეკრუტერები მიზანში იღებენ მოწვლად ადამიანებს, მაგალითად მათ, ვისაც დალეული აქვს, აკავებენ მათ და შემდეგ აგზავნიან სამხედრო შერჩევის პუნქტებში, სადაც აიძულებენ კონტრაქტებზე ხელმოწერას. ასე რომ ისინი არ მხოლოდ იძულებულნი არიან ნაბახუსევზე გაიარონ წვრთნები, არამედ საერთოდ არ უნდათ იქ ყოფნა. არ არის გასაკვირი, რომ მის ჯარისკაცები მასობრივად იღუპებიან. ისევ იგივე თემაა, პროფესიონალები არ არიან, მხოლოდ ცოცხალი ძალა. და არ დაგავიწყდეთ უცხოელი მებრძოლები. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში განთავსდება 50,000-მდე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომლებიც თავდაპირველად უკანა ხაზზე იმსახურებენ, სანამ საბოლოოდ ფრონტზე აღმოჩნდებიან. ეს დამატებულია იმ 14,000-მდე ჩრდილოეთ კორეელზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 2024 წელს გაგზავნა, რათა პუტინს დახმარებოდა კურსკის ტერიტორიების დაბრუნებაში, რომლებიც უკრაინამ sapasukho შეჭრისას დაიკავა. აფრიკაც არ არის დაცული რუსული რეკრუტირებებისგან. უკრაინის პლატფორმამ Stop Russian Recruiters-მა დაადგინა, რომ აფრიკის ქვეყნებიდან თითქმის 3,000 ადამიანი აღმოჩნდა უკრაინაში, რომელთაგან დაახლოებით მე-6 უკვე დაღუპულია. ასე რომ რუსეთს არ მხოლოდ ცუდად მომზადებული კრიმინალები და მოხალისეები ყავს არმიის უმეტეს ნაწილში, არამედ ასევე ყავს ჯარისკაცები, რომლებიც საჭირო ენაზე არ ლაპარაკობენ და არასოდეს უნახავთ ნამდვილი ბრძოლა. ამ ეტაპზე აღარ არის საჭირო აგიხსნათ, როგორ აღმოჩნდა რუსეთი თითქმის 1,5 მილიონი მსხვერპლის ზღვარზე. ეს აშკარად ნათელი. და რაც პუტინს არ ესმის, როცა თავის უნიკალურ რეკორდს აგრძელებს, არის ის, რომ ის მთელ თავის ერს დრამატული დაცემისთვის ამზადებს, მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინაში ბრძოლა გააგრძელოს. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პუტინი 500,000 რუსის მობილიზებას ამზადებს და კრემლმა უკვე მიიღო შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, რათა ამის გაკეთება შეძლოს. თუ პუტინი თავის გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ქუჩებიდან ადამიანების ძალის წაყვანის პრაქტიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება და 1940-იანი წლების შემდეგ რუსების ყველაზე უიღბლო თაობის კიდევ უფრო მეტი წარმომადგენელი დაიღუპება. ამ ერთი ნაბიჯით პუტინი აჩვენებს თავის განზრახვას, რომ რუსეთი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ჩაითრიოს ომში უკრაინასთან. და დაიჯერეთ, როცა ვამბობთ, რომ ეს წლები გაგრძელდება. ივლისში ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით რუსულმა ძალებმა მხოლოდ 37,85 კვადრატული კილომეტრით შეძლეს წინსვლა.
ეს არის ტერიტორია, რომლის დაკავებაც დადასტურებულია. ასე რომ ამ შედის ის ადგილები, სადაც რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცის შეყვანა მოახერხა, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან, როდის დაიჭეს მათ უკრაინა. მოდით ამას კონტექსტი მივცეთ. უკრაინა პატარა ქვეყანა არ არის. მისი ფართობი დაახლოებით 603,550 კვადრატული კილომეტრია. საიდანაც რუსეთმა 20% დაიკავა ყირიმის ჩათვლით. თუ ამ 20%-ს გამოვაკლებთ, უკრაინას დარჩება 482,840 კვადრატული კილომეტრი დასაკავებლად. რუსეთმა ერთ თვეში მხოლოდ 37,85 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თვე აპრილის შემდეგ. ამჟამინდელი წინსვლის ტემპით რუსეთს დარჩენილი უკრაინის დასაკავებლად 12,756 თვე დასჭირდება, ანუ დაახლოებით 1000 წელი. ეს ნამდვილად არ არის ვადები, რომლებიც პუტინს მოეწონება. ამიტომაც ცდილობს მობილიზაციას. მას სჭირდება პროცესის დაჩქარება, რომ მაინც მცირე შანსი ჰქონდეს რუსეთმა დაამარცხოს უკრაინა, მანამ სანამ ის ცოცხალია და შეძლებს თავისი გამარჯვების დიდებით თქმობას. დიდება, რომელმაც უკვე თითქმის 1,5 მილიონი ადამიანი დაუჯდა რუსეთს. გაანადგურა მთელი თაობა და კიდევ მილიონობით მსხვერპლი დასჭირდება, რომ რეალობად იქცეს. იფიქრეთ იმაზე, რადაც უკვე იქცა რუსეთი 2026 წელს. კორუფცია უკონტროლოდ გავრცელებულია, ეკონომიკა ნანგრევებშია. რუსეთი დემოგრაფიული ვარდნის წინაშე დგას, რომელიც უკრაინამდე უკვე ცუდად გამოიყურებოდა და ახლა კიდევ უფრო პროუარესია. და იმპერია, რომლის შექმნასაც პუტინი ცდილობს, დაინგრა. რუსეთი მთელ მსოფლიოში გავლენას კარგავს, ხოლო თავად რუსეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაეშვა სათაოთალო სახელმწიფოში. ყველაფერი იმისთვის, რომ პუტინს ემსახუროს, რომელიც თავის პარანოიაში კიდევ უფრო ღრმად იძირება. ფსებ, რომელსაც ახლა თითქმის არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს და პუტინზე მეც ძალაუფლებას ფლობს. რუსეთს იმგვარ მომავალს უმზადებს, სადაც ნებისმიერი მომავალი ლიდერი 21 საუკუნის კგბ-ს ვერსიის მარიონეტი იქნება. იმ ძალაუფლების საზღვრები, რომელიც როგორც მიაჩნდათ რუსეთს უკრაინამდე ჰქონდა, მთელმა მსოფლიომ იხილა. და ამ ყველაფრის ფონზე რიცხვები სულ უფრო შემზარავი ხდება. დანაკარგები კი უფრო მძიმე. პუტინი არ გაჩერდება, მას არ შეუძლია გაჩერდეს. მან თავი და მთელი თავისი ქვეყანა მსხვერპლის წრეში მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ იცის, უპირატესობა აღარ აქვს, მაინც ომი უნდა გააგრძელოს. ეხლა მშვიდობის გამოცხადება მისთვის მარცხი იქნებოდა, რომელსაც ვერ გადაიტანდა. ამიტომ პუტინი უარს ამბობს ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების წინადადებაზე, რომელიც მასთან აღწევს. მაგრამ პუტინმა იცის, რომ რუსეთი ვერ შეძლებს მისი ომის მოგებას ისე, რომ მან სიკვდილამდე მოასწროს ამით თქმობა. ივნისში პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრეების წინაშე გამოვიდა და თქვა: ერთი წერილი გადავიკითხე. ამ წერილის ავტორი ჩემს ასაკს ახსენებს. ზოგიერთი მსოფლიო ლიდერი ჩემზე უფროსია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, შეძლებ თუ არა შენ საქმე სწორად გაართვა თავი. მისთვის ასაკის მცირე შეხსენებაც კი საკმარისია, რომ რუსეთის ლიდერი დღესდღეობით აირიოს და ასეც უნდა იყოს. დრო იწურება პუტინისთვის და მთელი რუსი თაობისთვის. 1,5 მილიონი მსხვერპლი. ასტრონომიული რიცხვია. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია. საწყისი წერტილი კიდევ უფრო მეტისთვის. სიკვდილი არ შეწყდება, სანამ პუტინი არ შეჩერდება და ის არ შეჩერდება, სანამ რუსეთი არ გაეფსეთი არ გაიმარჯვებს, ან სანამ ის არ მოკვდება. ჩვენ ვიცით სად უდევთ ჩვენს ფსონს და როცა ყველაფერი დასრულდება, პუტინის მემკვიდრეობა იქნება დანგრეული, რუსეთი და მარცხი უკრაინაში. ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ რუსული იმპერიის სიკვდილს და ეს ყველაფერი კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე ამ ვიდეოში წარმოვადგინეთ. გსურთ ნახოთ რამდენად ღრმაა. ჩვენ გვაქვს თქვენთვის იდეალური ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ პუტინის მანიაზე მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ სად მიყავს ეს რუსეთს. ნახეთ ეს ვიდეო, მაგრამ მანამდე გამოიწერეთ სამხედრო შოუ და ჩართეთ შეტყობინებები, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი არც ერთი ვიდეო არც ერთი. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.